ახლა რამოდენიმე დღის წინ სომხეთში ჩატარებული არჩევნები, სადაც ნიკოლ პაშინიანმა და პარტიამ სამოქალაქო პოლიტიკურ პარტიამ სამოქალაქო ხელშეკრულება მოიპოვა გამარჯვება და ზემოხსენებული პარტიას ახლა 105 ადგილიან პარლამენტში მოიპოვა 105 მანდატიდან მოიპოვა 64 მანდატი და შეუძლია ერთპარტიულად დააკომპლექტოს მთავრობა, რაც იმას ნიშნავს, ეს კიდევ სერიოზული წარუმატებლობა არის პუტინის, ვინაიდან სომხეთი, როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე წლის წინ რუსეთის უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა, სომხეთში არის რუსეთის სამხედრო ბაზა და იქ ასეთი მარცხი, როდესაც მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალები სამუელ მანუქიანი, რობერტ ქოჩარიანი, გაგიკ ცარუკიანი დამარცხდნენ და მათ შორის სამუელ მანუქიანი და გაგიკ ცარუკიანი, რომლებიც საკმაოდ დიდარ ადამიანებად ითვლებიან, მაგალითად გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტიკურმა პარტიამ აყოლებული სომხეთი 4%-იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლო წინასწარი მონაცემებით, ანუ 4%-ამდე უკვე გარკვეული სამერე თუ შეიძლება შედეგები არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედარებით ძალიან მცირე ხმებია იყო იმასთან, რის იმედიც პუტინს ჰქონდა და ასევე სამუელ მანუქიანის ხელმძღვანელობით პოლიტიკურმა პარტიამ ძლიერი სომხეთი კი მართალია 23%-ია იყო, მაგრამ ხოლო იმან სომხეთის ალიანსი სომხეთი რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მე მგონი სადღაც 10% ფარგლებში, მაგრამ მთლიანობაში 105 მანდატიდან 64 იყო ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით პოლიტიკურმა პარტიამ სამოქალაქო ხელშეკრულება. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ პუტინის პოზიციები უფრო და უფრო სუსტდება. პუტინის პოზიციები სუსტდება ყველა სხვადასხვა მიმართულებით, სომხეთის მიმართულებით, კავკასიის მიმართულებით, ფინეთის მიმართულებით, უნგრეთის მიმართულებით, უკრაინაშიც ვერ იმარჯვებს, ყოველდღე იბომბება რუსეთის ქალაქები, ვენესუელის მიმართულებით, ირანის მიმართულებით, სირიის მიმართულებით და თან ამასობაში ვერ იმარჯვებს თვითონ უკრაინაშიც. და ეს უკვე ქმნის სერიოზულ ალბათობას, სერიოზულ შანსებს საქართველოსთვის, რომ მოხდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ თარიღამდე უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება. აქ არის ორი ვარიანტი, ერთი პუტინი თუ დამარცხდება იმ შემთხვევაში და მეორე რომც არ დამარცხდეს პირდაპირ, მანამდე დამარცხებამდეც შეიძლება ისე გაუჭირდეს, ანუ სანამ დამარცხდება მანამდე დამარცხებით მაინც დამარცხდება, დამარცხებამდე ისე რომ გაუჭირდეს, რომ ნებით თქვას უარი რუსეთის მიერ მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. და ის რომ ნებით არ იტყვის რომ მაგაზე უარსო, ის რომ პუტინი უკან არ იხევსო, ეს არის ტყუილი, როგორც მოგიყვანეთ მაგალითი, მან უკან დაიხია ფინეთის მიმართულებით, უკან დაიხია ვენესუელის მიმართულებით, უკან დაიხია სირიის მიმართულებით, უკან დაიხია ირანის მიმართულებით, უკან დაიხია სხვადასხვა მიმართულებით, ანუ როდესაც მას უჭირს, ის უკან იხევს. ანუ ერთი ის რომ მისი დამარცხება, რაც საქართველოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას გამოიწვევს, მეორე ისე რომ დამარცხებამდე ისე რომ გაუჭირდეს, რომ ნებით თქვას უარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. ამის სერიოზული ალბათობა არის და უფრო ნაკლები დრო, ამის რეალური ალბათობა, ეს რეალობაა და უფრო ნაკლები დრო რჩება ამის მოხდენამდე. ეს რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. დანარჩენი რაც საქართველოში ავიღოთ მოქალაქეთა კავშირის მმართველობა იყო და ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობის მმართველობა და მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი, ახლა ოცნების მმართველობა. სამივე ამ ეპოქაში საქართველოში სერიოზული პრობლემა იყო დემოკრატიის და სამივე ამ შემთხვევაში საქართველოს საკმაოდ შორს იმყოფებოდა და იმყოფება დემოკრატიული სახელმწიფოების დემოკრატიული სტანდარტებიდან. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში როგორც მინიმუმ ბოლო 20-22 წლის განმავლობაში მაინც ვერავინ ვერ მოახერხა, რომ დაემყარებინა კლასიკური გაგებით ავტორიტარული რეჟიმი, ისე როგორც ეს არის რუსეთში, ბელორუსიაში, როგორც იყო ვენესუელაში, როგორც არის კუბაში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში ხა ცოტა გაურკვეველი ვითარება ალბათ. შედარებით უფრო გაურკვეველი, უფრო ძნელია ჯერ შეფასება, მერე შეფასდება ალბათ. როგორც იყო სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმი, როგორც ახლა არის ირანში. ასეთი დიქტატურის დამყარება საქართველოში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის დამყარება საქართველოში არის შეუძლებელი, თუ არ იქნება დიდი მეზობელი ავტორიტარი მმართველის, ანუ დიქტატორის დახმარება. რატომ? იმიტომ რომ საქართველო არის ტერიტორიულად
შედარებით და მოსახლეობის შედარებით პატარა სახელმწიფო და არ აქვს ნავთობი და გაზი. ანუ ფიზიკურად დიდი გარე დიქტატორის მხარდაჭერის გარეშე აქ ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმის დამყარება შეუძლებელია. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ფიზიკურად ამის ფინანსური რესურსი არსებობს, მეორე პოტენციურად ავტორიტარიზმის დამყარების მსურველი ვერ ბედავს ისეთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას. თუ არ იქნება დარწმუნებული გარედან დიქტატორის დახმარებაში და პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში და მისი წარუმატებლობა უფრო და უფრო მეტი წარუმატებლობა სხვადასხვა მიმართულებებით ეს პოტენციურად ავტორიტარული რეჟიმის დამამყარებლებს ვერაბედინებს რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები რომ ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმი დაამყარონ, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ვაიდა ვერ მოიგოსო პუტინმა, ვაიდაც უარ წავიდესო პუტინის საქმე მაშინ რა გვეშველებაო. სწორედ ამიტომ არის რომ პუტინის წარუმატებლობის ბრალია ის რომ პუტინის წარუმატებლობიდან გამომდინარე არის ის რომ დღეს საქართველოში გარკვეული თითქოს ის შეინიშნება და აკვირდით რა ხდება მაგალითად დემონსტრანტებზე ძალადობაში ბრალდებით რამოდენიმე ადამიანი მაინც დააკავეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისია, მაგრამ რამოდენიმე მაინც დააკავეს. ახლა მართალია საპროცესო შეთანხმებით, მაგრამ დემონსტრაციებთან დაკავშირებით რამოდენიმე ადამიანი გაანთავისუფლეს თავისუფლების აღკვეთიდან. დააკვირდით ოცნების მიერ შეტანილი საარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უკან იქნა გაწეული თითქოს იმ მოტივით, რომ ისა რა ქვია, იმ მოტივით, რომ უნდა ჩავამატოთო სხვა პარტიები, მათი აკრძალვას უნდა მოვითხოვოთო. ჩემი აზრით სიამოვნებაში ეს იმიტომ იქნა უკან გაწეული